ზოგადად მოყოლება არაფერს არ აკეთებ. ბაბუ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ და ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ბორჯომის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილი ადგილობრივები საკრებულოს ხდომაზე მივიდნენ და ვეტერინარის დანიშვნა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სოფლებში სრულყოფილი ვეტერინარული მომსახურების მიღება ვერ ხერხდება. ადგილობრივები რამდენიმე წლის წინ პროგრამის ფარგლებში არსებული კერძო ვეტერინარული სამსახურის ამოქმედებას ითხოვდნენ. ივისი, მარდგინეთი, ღველი, ახტეს თელი საკრებულოა და ერთი ვეტექიმი ყვანდა და გაანთავისუფლეს შარშანა. და შენაო, ჩვენ მეგემსახურებთ და სხვებიოთ. ეს სხვებს არ მოდიან იქ, არ გვეხმარებიან და ეს კაცი ფეხი დადიოდა. ვისაც დაურეკან და იმ წუთში მოდიან გვეხმარებოდა. ახლა ეს კაცი მოგვიხსნეს და რო დაურეკა მე ვერ მეგეხმარებიო. რომ მეგეხმარო, დამიჭერენ მაინც ოფიციალურად არ შეიძლება ჩემი მომსვლაო და ვარცასე გაჭირება. ერთი ვეტექიმი 200 ლარს ითხოვს კაცი. 6 სოფელს მეემსახურება და ჩვენს გვეშველება. რო ხარვად გამიხდეს მე ვის მივაკითხო. ის კაცი რო იყო მივდიოდი იმას ვეუბნებოდი, თხონდი და ჩამოდიოდა. ასე არ შეიძლება. უპატრონობა არის ყველაფერი, უპატრონობა. არ ყავს პატრონი, ვეტექიმი არ ყავს ფაქტიურად, რომ როცა ცხოველს უჭის დაგვეხმაროს. შემთხვევა მქონდა მე სესხით გავაკეთე ეს ყველაფერი, გადაბრუნდა დროხა მოკდა იმის გამო, რომ ერთი ვეტექიმთან დავრეკე. ახმელიაზე ვარ, მეორე მე არაღი არ მაქვს, მესამე ასე ამასობაში დაიღუპა პირუტყვი. მოვედით იმიტომ რომ რაღაც საშველი გამოჩნდეს რომ დაგვინიშნონ ვეტექიმი. მოლითი დაბაცხური, ბალანთა და ჩხაროლა. ზედა ზონაში ვარ ჩვენა. დანიშნონ ექიმი, ვეტერინარი. თუ არის ბორჯომში მუშაობს ხალხი და რადო არ ამოდიან ზევით. ნემსებს რადო არ აკეთებენ. წელიწადში ერთხელ მოდიან. ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხი საკრებულოს გასულ სხდომაზე კერძო ვეტერინარმა დავით მაისურაძემ გააჟღერა. მისი განცხადებით, თუ მერია რამდენიმე წლის წინ არსებულ ვეტერინარული მომსახურების პროგრამას გააგრძელებდა, კერძო ვეტერინარები სოფლებს მცირე თანხის სანაცვლოდ მოემსახურებოდნენ. საკრებულოს სხდომაზე მაშინ როგორც თავმჯდომარე, ასევე დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ვეტერინარული მომსახურების მისაღებად საჭირო ტენდერის გამოცხადება იყო. კერძო ვეტერინარი ამაზე უარსაც ცხადებდა იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა ტენდერი სხვა ქალაქში მოღვაწე ვეტერინარებს მოეგოთ. მოსახლეობასთან ერთად საკრებულოში დღეს დავით მაისურაძეც მივიდა. ჩვენ მუშაობთ აქ 2011 წლის 11-დან 14 წლამდე იყო ასე სოციალური პროგრამა. პიროვნება მოქალაქე ყიდულობდა წამალს, მომსახურება ჩვენ იყო უფასო. მარტო იხდიდა გზის ფულს. ეს ხო მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელიც სოციალურად დაუცველია ხო კარგი შვება იყო ხო? ამას ვითხოვთ. ერთი არის სიმბოლური თანხა, რომ ყავდეს დამსაქმებელი, რომ პრობლემა არ შეგვექმნეს ვინმესთან. რატომ მუშაობთ, რა ვიცი ახლა თუ არსებობს ამ სტრუქტურები გამაკონტროლებული, არ ვიცი ახლა კერძო ვეტერინარი ჯერ არ შეგვხვებია, მაგრამ მე რა ვიცი რა მოხდება. მინდა ეს დამსაქმებელი სიმბოლური ერთილარიანი თანხა. თემას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დავით მაისურაძე არა ხალხის მომსახურებაზე, არამედ საკუთარ სამუშაო ადგილზე ზრუნავს. ახალ აიფს ითხოვდნენ, ახალი სამსახურის ჩამოყალიბება უნდათ. ჩვენ გვქონდა იმ სამსახურის ხელმძღვანელთან საუბარი წინასაკრებულოს შემდეგ, თუ რა პრობლემა იყო და რატო არ საქმებოდნენ, მისი პასუხი იყო ესეთი, რომ პირადად დაუძახე შევთავაზე, გარკვეული თანხაც შევთავაზე სამსახურში, მაგრამ მათი პასუხი ეს ვეტერინარული სამსახური, რომელიც არის სამინისტროს პრეროგატივა და ეს მოგეხსენება თქვენ აღარ არის მუნიციპალიტეტების პრეროგატივა, გზა იყო ერთადერთი და სამართლიანი და სამართლებრივი, რომ ტენდერზე გასულიყო. მათ ისურვეს ტენდერზე გასვლა, ჩვენ გარანტია არ გვაქვს, რომ ტენდერზე ჩვენ მოვიგებთ. ესე იგი, აქედან გამომდინარე, მათ რეალურად ჩვენი მოსახლეობის პრობლემის გადაწყვეტა კი არ უნდა, თვითონ რომ დასაქმებულიყვნენ, ეს პრობლემა იყო. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა დაიწყო.